გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება პროდუქტს, რომელიც ისეთი ძვირია, რომ შეიძლება თირკმლის გაყიდვას კი მოგეწიოთ. მათი უმეტესობა ნორვეგიის წყლებში იბადება და საბოლოო ჯამში ჩვენს თეფშებზე ამოყოფენ თავს. მათი მოძრაობის სტილი გვაძლევს мотивაციას, რომ ვიმოძრაოთ დინების საპირისპიროდ და ვიშოვოთ ბევრი ფული, რომ საბოლოო ჯამში მაინც ისინი აღმოჩნდნენ ჩვენს თეფშებზე. არ ვიცი მიხვდით თუ არა, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება უძვირეს და ამოდროულად უგემრიელეს ორაკულს. როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ჩვენი საფულების ბრძარცველს ორაკულს. თავიდან კი ვიფიქრე, რომ ორაკულის დამუშავება დავიწყებდი, მაგრამ მე მიხვდი, რომ ბევრ ჩვენგან შეიძლება მთელი ორაკული ცხოვრებაში ნანახიც კი არ ქონდეს. მოკლედ, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროდუქტზე და კერძოდ ერთი ადამიანი ძალიან ბევრ კომენტარს გვიწერდა სხვადასხვა ვიდეოებზე, რომ მოგზადებინა ორაკული. და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი გეძღვნება შენ, ნიკა ეჯოშვილო 5944. ამიტომ ავიღოთ ეხლა ორაკულის ფილე და გასწავლით სხვადასხვანაირად მომზადებას. დღეს მომზადებთ 4 ვარიანტს. ერთი იქნება გრაულაქსი, ვისაც სენდვიჩები გიყვართ, სენდვიჩები ძალიან უხდება. მეორე იქნება შემწვარი და გასწავლით თუ როგორ უნდა შეწვათ ორაკული ისე, რომ ყოველ ჯერზე თავი გეგონოთ რესტორანში. მესამე იქნება ტარტარი, ვისაც უმითევზე გიყვართ და მე ძალიან მეყვარს ეს ტარტარი. მეოთხე კი იქნება გამომცხვარი იმათვის, ვინც უზეთოს ჭამს. პირველ რიგში ვისწავლოთ თევზის არჩევა. თევზს უნდა ქონდეს ცივი ოკეანის ბრიზის სუნი. ანუ შენ რომ დეითი გექნება ზღვისპირას და რა სუნიც გინდა რომ იდგეს მაგ დროს ზღვისპირას, ეგ სუნი უნდა ქონდეს ორაკულს და არა აყროლებული თევზის სუნი. იმიტომ რომ ეგ სუნი არ გინდა რომ იდგეს შენ დეითზე. მეორე ინდიკატორი არის თითს რომ გადაусმევ, არ უნდა იყოს ლორწოვანი. ანუ არ უნდა გეკრობოდეს თითზე. რომელიც ახლა ეს არ მეკრობა მე. უკვე რადგანაც ვიცით როგორ უნდა გავარჩიოთ ფრეშ თევზი, ამიტომ ახლა გადავიდეთ შეწვაზე. რისთვისაც დაგჭირდებათ. პირველ რიგში უნდა შევწვათ ორაკული და სანამ ორაკულის დაამარილებას დაიწყეთ, მანამდე ტაფა უნდა შემოდგათ ძალიან მაღალ ცეცხლზე, რომ ძალიან გახურდეს ტაფა. თითქმის ბოლი უნდა ადიოდეს. სანამ ტაფა ხურდება, მანამდე მარილი და პილპილი მოაყარეთ ორაკულს და მარილი იმდენი მოაყარეთ, რომ არ დაგენანოთ. ამაში მარილი აღარ გქონია, ავიღებთ ჩვეულებრივ სუფრის მარილს. მოაყარეთ იმდენი მარილი, რომ არ დაგენანოთ და მით უმეტეს მაშინ, როცა არის სქელი ორაკულის ფილე. კიდე ერთი ხრიკი სანამ ორაკულს შეწვავთ ხოლმე, მარილს რომ მოაყრით, ცოტა ხანში გამოუშვებს ტენს და ეს ტენი ხელსახოცით უნდა გავამშალოთ. ხელსახოცს აიღებთ და ესე გაამშალებთ, რომ ტენი აღარ კონდეს ორაკულს გარედან. ეს იმას შეგვიწყობს ხელს, რომ შემდეგ უფრო ხრაშუნა გამოვიდეს კანი. ტაფა ძალიან გახურდა, ძალიან უნდა გახურდეს ტაფა და დაასხეთ იმდენი ზეთი, რომ ერთ დონეზე დაიფაროს მთელი ტაფა. ბევრი ზეთს ნუ შეგეშინდებათ, იმდენ შეიწოს, ამდენ შესაძლოა აქვს. მთელი ზეთი დაგვეხმარება იმაში, რომ ერთნაირად და ერთ დონეზე შეიწოს მთელ მხარეზე ორაკული და ხრაშუნა გამოვა უფრო კანი. ზეთი უნდა იყოს ბლომად. დავუდოთ ორაკული და ოდნავ დავუწიოთ ცეცხლს. დაახლოებით 3 წუთი გავიდა და 3 წუთში როცა აქ შუამდე ამოვა სითეთრე გადმოვატრიალა და აგერ არის ხრაშუნა კანი. და მეორე მხარეს დაახლოებით 1 წუთი დატოვეთ. 1 წუთი გავიდა და მოხსნა ცეცხლიდან. გადმოვიღოთ და დაახლოებით 2-3 წუთი დავასვენოთ, რომ კარგად გაუჯდეს ტემპერატურა მთელს ორაკულს. დადეთ კანით ზემოდან, რომ არ ჩაიორთქლოს კანი. სანამ ისვენებ ჩვენი ორაკული, მანამდე მომზადოთ უმარტივესი გარნირი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ორაკულთან ერთად. და ამისთვის დაგჭირდებათ სატაცური, 1 კბილი, ლიმონი და მარილი და პილპილი. დაასხეთ ოდნავ ზეთი. ცოტა კარაქი, თუ გინდათ რომ უფრო გემრიელი იყოს. სატაცური, პილპილი, მარილი. დაახლოებით 2-3 წუთი რო გავა, ჩაახეთ 1 კბილი. ცოტა ლიმონი. და დაახლოებით 60 წუთში მოხსენით. ვიდოთ ორაკულის სტეიკი. ეს ჩვენი ორაკული და არის უმარტივესი საწვავი, დაახლოებით 4 წუთი ჭირდება შეწვას, თავის ყველაფრიანა და ესეც თავის გარნირი, რომელიც კეთდება ზუსტად 5 წუთში. ანუ 9 წუთში შეგიძლიათ გქონდეთ სრულფასოვანი დინერი. ეხლა გავსინჯოთ. ხრაშუნაც არის და ნახოთ შიგნიდან როგორია. შიგნიდან არის სველი, გადმოვატრიალებ და განახევთ. და ცოტა ვარდისფერი, იმიტომ მე ცოტა უფრო როსკერ მიყვარს და ცოტა უფრო გინდათ რომ გამომშრალი იყოს, შეგიძლიათ რომ კიდე 1 წუთი დატოვოთ მეორე მხარეს. ეხლა დავაგემოვნოთ.
ნიკა ეჯოშვილო, ალბათ მიხვდი, რომ ორაგულის მომზადებაში არაფერი რთული არ არის. თავარია ტაფის ტემპერატურა და კარგი თევზი. ამ ვიდეოს უყურე და კარგს გააკეთე. ეხლა კი გადავიდეთ შემდეგზე, რომელიც არის ორაგულის გრავლაქსი. ანუ სასენდვიჩე ორაგული, რომელიც არის გამოყვანილი და თუ გიყვარს სენდვიჩებში ორაგული, ეს ორაგული თქვენთვის არის. გრავლაქსისთვის დაგჭირდებათ ორაგული, შაქარი და მარილი. შაქარი და მარილი უნდა იხმაროთ ორაგულის წონის 15%. თქვენი ორაგული თუ არის 100 გრამი, უნდა იხმაროთ 15 გრამი შაქარი და 15 გრამი მარილი. თქვენი ორაგული თუ არის 200 გრამი, უნდა იხმაროთ 30 გრამი მარილი და 30 გრამი შაქარი. ორაგულის წონა უნდა გაყოთ 100-ზე და გამრავლოთ 15-ზე. ან ტელეფონს გახსნით, ჩაწერთ ორაგულის წონა რამდენია და განვალებთ 0.15-ზე. გაშალეთ პლასტიკი და დადეთ ზემოდან ორაგული, რომ მივხვდეთ სად ვაყაროთ ჩვენი შაქრის და მარილის მიქსი. დაყარეთ ნახევარი პლასტიკზე და შემდეგ დადეთ ორაგული და ზემოდან დაყარეთ მეორე ნახევარიც, როგორც ვიდეოში ნაჩვენები. კარგად გადაახვიეთ, შეფუთეთ ორაგული და მზად არის მაცივარში შესანახად. ესე მზადება გრავლაქსი. ეხლა ეს უნდა შევინახოთ მაცივარში და აუცილებლად რამაზე დადეთ, რადგან გამოუშვებს სითხეს. და უნდა შევინახოთ მინიმუმ 8 საათი და მაქსიმუმ 2-3 დღე, რომ კარგად გაუჯდეს ეს გემოები. რომ გამოიღებთ, იქნება მომტკბო, მომარილო გემოსი, უმამი გემოსი, ასე ვთქვათ. უხდება ძალიან სენდვიჩებს და რა ვიცი, ძალიან ბევრ ამას. რომ გამოიღებთ, დაჭერეთ ძალიან თხლად, დაჭრები და მთავარი მოვიწყდებოდა. რომ გამოიღებთ, აუცილებლად უნდა გარეცხოთ გრავლაქსი, ანუ ეს ზედმეტი ფენა რაც აქვს მოაშოროთ, კარგად გაამშრალოთ და ისე შეინახოთ შემდეგ მაცივარში. და ინახება დაახლოებით 4-5 დღე. ვინახავთ ახლა ჩვენი Samsung-ის Bespoke ხაზის მაცივარში. რომელსაც აქვს Humidity Flash ფუნქცია, ირთვება ძალიან მარტივად, ერთი ღილაკის დახმარებით. ეს უნარჩუნებს უჯრაში ტენიანობას და უნარჩუნებს ჩვენს პროდუქტს პირველად სახეს, გემოს და არომატს. მე მგონი კარგი ვარიანტი. გრავლაქსი როგორც მანამდე მოგახსენეთ, მინიმუმ 8 საათი უნდა იყოს, რომ კარგად გამოიყვანოთ, curing-ი მოხდეს, curing-ი ქვია ინგლისურად. და ამაგას ელოდებით, მანამდე შეგვიძლია რომ კიდე ერთი ორაგულის კერძი ვისწავლოთ, რომელსაც ქვია ორაგულის ტარტარი. და ამისთვის დაგჭირდებათ. ორაგული მილიონობით წელიწადი არსებობს როგორც მარილიან, ისევე მტკნარ წყლებში. ინდიელთა კულტურაში ორაგული იყო სიმბოლო სიცოცხლისა და სიმდიდრის. 19 საუკუნეში ორაგულის გადაჭარბებულმა ჭერამ მიიყვანა ისინი გადაშენების პირას. ხოლო მე-20 საუკუნეში მათი შენარჩუნების მიზნით გაკეთდა უამრავი ფერმა მსოფლიოს გარშემო. 200 გრამი ორაგული, წითელი ხახვი დაახლოებით 20 გრამი, დაახლოებით 30 გრამი წითელი ბულგარული, დაახლოებით 5-10 გრამი მწვანე წიწაკა, მანგოც დაახლოებით 50 გრამი, ლიმონის წვენი, ავოკადო ნახევარი, მარილი და ზეითუნის ზეთი. დავჭრათ ყველა ინგრედიენტი ძალიან წვრილად. ჯერ დავჭრეთ ხახვს, შემდეგ ბულგარულს, შემდეგ მწვანე წიწაკას და ბოლოს ტკბილ მანგოს. თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს, ეხლა გადავიდეთ ორაგულის დამუშავებაზე. კან გაცლილი ორაგული დავჭრათ, როგორც ვიდეოში ნაჩვენები, ძალიან წვრილად პატარა კუბებად. დაჭრილი ორაგული ჩავყავთ ჯამში, დავუმატოთ ტკბილი მანგო, მწვანე წიწაკა, წითელი ბულგარული, ლიმონის წვენი, მარილი და ზეითუნის ზეთი და კარგად ამოუღიოთ. ავოკადოს გავაცვალოთ კანი, დავუმატოთ მარილი, ლაიმის წვენი, წითელი ხახვი და კარგად ჩავჭრიდოთ. აიღეთ მრგვალი ფორმა, დადეთ თეფში და ჩადეთ შიგნით მანამდე მომზადებული ტარტარი და ზემოდან დადეთ ავოკადოს მასა. მოვაყარეთ ზემოდან წითელი წიწაკა ან პაპრიკა და მიირთვით გახუხულ პურთან ერთად. და მიირთვით გახუხულ პურთან ერთად. ეს ჩვენი ტარტარი და თუ გიყვართ უმი თევზის ხორცი და უმი ორაგული, ძალიან მოგეწონებათ, იმიტომ რომ აქვს სიცხარე, მანგოს სიტკბო, ლიმონის ან ლაიმის სიმჟავე და ორაგულის გემრიელისი გემო და ავოკადოს კრემოვნება, ასე ვთქვათ. და თქმა უნდა, ტარტარსაც ძალიან უხდება კოკოლა. და ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. კოკოლსა გათამაშება და რო იყიდეთ ყვითელ თავსახური არ კოკოლის ბოტს, რომელსაც QR-ს დაასკანერებთ და გადმოეწერთ აპლიკაციას. და აპლიკაციაში შემდეგ შეიყვანთ თავსახურზე მოთავსებულ კოდს და თქვენ ჩაერთვებით გათამაშებაში, სადაც თამაშდება ლაპლანდიაში ტრიპი, ვესპა, გეიმინგ სეტაპი და მოკლედ ძალიან მაგარი პრიზები აქვს. ყველი ერთი თავსახური უდრის 10 ქულას. ხოლო გათამაშება ჩატარდება 14 იანვარს და შეგიძლიათ დალიოდეთ ბევრი კოკოლა და გექნებათ ბევრი ბილეთები გათამაშებაში. ესეც სამი ორაგულის კერძი გავაკეთეთ და ახლა გადავიდეთ მეოთხეზე, რომელიც არის ჯანსაღი, ყველაზე მეტად ჯანსაღი, რაც გავაკეთეთ აქამდე, იმიტომ რომ როლიზეთი აქვს, იორთქლება და ისე ცხება ღუმელში. ამიტომ მაგისთვის დაგჭირდებათ. 1 ცალი ორაგული სტეიკი, დაგჭირდებათ დაახლოებით 100-150 გრამი სატაცური, ან ნებისმიერი სხვა ბოსტნეული, რომელიც გინდათ რომ მიირთვათ, კამა დაახლოებით 3 გრამი, 1 ნაჭერი ლიმონი და მარილი პილპილი რა თქმა უნდა.
გამოსხო ფორმაზე დაალაგეთ სატაცური, ზემოდან დაადეთ ორაგული, დააყარეთ პილპილი, შემდეგ მარილი, დაადეთ ლიმონი, ზემოდან კიდევ კამა და შეკარეთ როგორც ვიდეოში ნაჩვენები. ესე პატარა კამფეტივით. შევაგდოთ ჩვენი ლამაზი ფუთი 180 გრადუსზე დაახლოებით 8-9 წუთი. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა და სანამ გამოვიღებთ და ვნახავთ თუ როგორი გამოვიდა ჩვენი დაურთქლილი ორაგული, მანამდე მინდა რომ სიახლე გითხრათ, რომ ჩვენ ჯგუფში და ასევე YouTube-ის კომენტარებში ვინც იაქტიურებს, ამოვარჩევთ და გავგზავნეთ მათ კოკაკოლის საჩუქრე ნაკრებს. წინა სახელწოდ მე მგონია რომ ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. და ამიტომ იაქტიურეთ როგორც ჩვენი Facebook გრუპში, ასევე კომენტარებში YouTube-ის. ერთ-ერთი თქვენგანი გახდება გამარჯვებული, მაგრამ ეს ერთ-ერთი იქნება 10 ადამიანი. ანუ 10 ცალი საჩუქარი გვაქვს. ყველა დეტალი თუ რა ჭირდება ამ გათამაშების ჩართვას, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სოციალებში. ესეც ჩვენი კამფეტი გამოცხვა, დაიორთქლა, უზეთოდ და რავი, ძალიან ჯანმრთელი საჭმელი იდეაში და ეხლა გავხსნათ. იდეა ის არის, რომ დაახლოებით 6 წუთი გჭირდება ეს ყველაფერი აწყო და დაახლოებით 10 წუთი გჭირდება რომ გამოაცხო. 16 წუთში გაქვს ყველანაირი დასვრების და რაღაცების გარეშე ერთზე აწყობილი. თუ კარგი და მოხერხებული მჭამელი ხარ, შეგიძლია რომ თებში აღარ დასვარო და ერთი ჩანგლი შემოიფარგლო, გახსნა და მიირთვა ამაზე. ეხლა ჩემი საბუნა არ მოვა. ჩემი საბუნა რაღაც გაცეებული, რაღაც ვერ არის კარგად დღეს და არის როგორც ხედავ ძალიან წვნიანი, იდეალურად მომზადებული. გავსინჯოთ როგორი არის. აქ ლიმონის და კამის არომატი. ძალიან წვნიანია. შემწოს მაინც აჯობია, იმიტომ რომ იმას ხრაშუნა აქვს. ამის კანს ალბათ ვერ შეჭამთ, იმიტომ რომ ქვევით არის ჩახარშული, იმიტომ რომ ორთქლზე მომზადებული. ჯანმრთელი სადილისთვის ძალიან კარგი და ძალიან ადვილი ვარიანტია და თუ გიყვართ ორაგული და ხშირად ჭამდა, მაგდენი ფული გაქვთ რომ ორაგული ყოველდღე ჭამოთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მიკა, იმედია მოგეწონა დღევანდელი ჩვენი ვიდეო. უკვე 4 ვარიანტი აქვს როგორ შეგიძლია რომ მომზადო ორაგული და თქვენს მაყურებლებო, ნიკას გარდა. იმედია მოგეწონათ და იყო ინფორმატიული ვიდეო. გარდა გაუწევთ დასკანერება და გადმოწერა აპლიკაციის და გათამაშების ჩართვა, იმიტომ რომ შეიძლება ლაპლანდიაში წახვიდეთ. დაგვიწერეთ კომენტარებში მოგეწონათ თუ არა ეს ვიდეო. დაგვიწერეთ კომენტარებში რომ ძალიან მაგრები ვართ. დიდი მადლობა ყურებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. ბაი.